საქართველოში საპარტნიორო ფონდის გეგმები ბიზნეს სექტორზე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს წარუდგინეს. მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია ევრობანკსა და საპარტნიორო ფონდს შორის სასტუმრო რედისონში გაიმართა. კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა გახსნა. საპარტნიორო ფონდი კერძო კაპიტალის ფონდია, რომელიც სახელმწიფომ 2011 წელს დააფუძნა. სახელმწიფო მფლობელობაშია მისივე 100%. ფონდის მიზანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის განხორციელება შეუწყოს ხელი. თავარი მიმართულება ეს არის ექსპორტი და ტურიზმი. ეს არის ორი ძირითადი მიმართულება, რომელზეც ჩვენ მუშაობთ. თანხებს ვიზიდავთ ძირითადად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ისეთი ორგანიზაციები, როგორც არის ევრობანკი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, მათი დაინტერესება ძალიან დიდია. ლაპარაკი გვაქვს ჩვენ სასტუმროების მშენებლობაზე გარკვეულწილად, ლაპარაკი გვაქვს ახალი ჰესების მშენებლობაზე. საპარტნიორო ფონდი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან მისცემს საშუალებას ისეთი პროექტები გამახორციელოთ, რომელშიც შეიძლება კერძო სექტორმა თვითონ ვერ მიიღოს მონაწილეობა. ძალიან მსხვილი პროექტები, მათ შორის როგორც არის ლოჯისტიკური ცენტრი, ამცირებს კერძო სექტორისთვის რისკს ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებაში, ადრევს საშუალებას დიდი რაოდენობით დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა. ყველა პროექტში მოზიდული იქნება გამოცილი ინვესტორი, რომელსაც ეს ბიზნესი ძალიან კარგად ესმის. უბრალოდ ჩვენი მიზანი არის, რომ ამ ინვესტორებს, გამოცილი ინვესტორებს საქართველოს შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რომ ისინი დაინტერესებული იყვნენ შემოვიდნენ საქართველოში და განახორციელონ აქ ინვესტიციები.